ქვეყანა წითელას ეპიდემიის ზღვარზე ამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია. ჩვენს ქალაქში კი ჯერჯერობით წითელას მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება. რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრის მონაცემებით კი იანვარში მხოლოდ ამ კლინიკაში წითელას ინფექციის 2 ფაქტია რეგისტრირებული, რაც შეეხება ვაქცინაციას. დიაგნოსტიკური ცენტრის ინფორმაციით წითელას ვირუსზე 274 პირი აიცრა. სპეციალისტების თქმით წითელას მხოლოდ 10 აჩერებს, ნახეთ მარიამ ბაზალის სიუჟეტი. ეხლა გვაქვს ფართო მასშტაბიანი ეპიდაფეთქება და ვართ ფაქტიურად ეპიდემიის ზღვარზე. ქვეყანაში წითელათი დაინფიცირებული პაციენტების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის წითელათი დაავადების 580 შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრის გენერალური დირექტორის პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიის შეჩერების ერთადერთი გზა აცრაა. წითელა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ხვდება. სამწუხარო პროგნოზი გამართლდა წითელა ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისათვის უკვე 580 შემთხვევა არის ქვეყანაში რეგისტრირებული. წითელას ვერაფერი ვერ გააჩერებს აცრების გარდა. წითელას შემთხვევაში ჩვეულებრივი ავადობა ქვეყანაში არის 10 შემთხვევა, 12 შემთხვევა წელიწადში. ჩვენ დავინტერესდით არის თუ არა რუსთავის მოსახლეობა ინფორმირებული წითელას ეპიდემიის შესახებ და მიმართავენ თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად. რუსთავის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ქალაქში ვაქცინაციის ჩასატარებლად საკმაოდ დიდი რიგებია. ქალაქის ნომერ 2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში არაგეგმიურად 274 ადამიანის ვაქცინაცია მოხდა. ძალიან დიდი რიგი დგას და თებერვლამდე არ არის? თებერვლამდე. ადგილები. ხოდა ძალიან სანანებელია, როგორ შეიძლება ასე. როგორც ამბობენ, რომ ძალიან არის საყურადღებო და ძალიან უნდა გულთან მივიტანოთ, ვცდილობთ რომ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისაგან, ვირუსისგან. მოვდივარ ახლა საკითხავად. თავის დროზე ჩატარებული მაქვს აცრები, მეც ჩემ ბავშვებსაც. სამი შვილი მყავს, სამივე აცრილია. პრობლემა არასოდეს არ ქონია მაგისი, რომ ან განმეორებით შეგხვდრო და ან რაღაცად. დაავადებულთა რიცხვი ჩვენთან მხოლოდ 2-ია დაფიქსირებული. ერთი 13 წლის ბიჭი იყო, ერთი კვირის უკან, დღეს მის მდგომარეობა კარგია და 25 წლის ქალბატონი 3 უკან მოგმართა, თავის ოჯახის წევრებთან ერთად აქ იყვნენ და ყველანი კონტაქტები აიცნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გარკვეული პროფესიის ადამიანებისათვის, მათ შორის ბაგა-ბაღისა და სკოლის პედაგოგებისათვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა.